ნახეთ, რომლითაცა წინა დაიცვითეთ, წინა დაცვეთითა მით ხელით უქმნელით, ანუ ჩვენი ცოდვისგან გათავისუფლება, ხელით უქმნელი წინა დაცვეთ, ანუ ეს ნიშნავს ცოდვისგან განთავისუფლებას. ცოდვისგან ნახეთ რა საინტერესოა. რითი, რომ ჩვენ სავსე ვართ ქრისტეთი, ანუ ჩვენი ცოდვისგან გათავისუფლების აუცილებელი პირობა, ის კი არ არის, რომ მხოლოდ ნებისყოფით რომ ვეჯახები, ანუ შიშველი ასკეზა აუცილებელია, მაგრამ თავარი ეს კი არ არის. ასკეზა სხვა რამისთვის არის აუცილებელი, უპირველეს ყოვლისა. ახლა ამას არ შევეხები, ძალიან გაგვიგზელდება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ადამიანი ცოდვისგან თავისუფლდება, ანუ წინა დაცვეთილი ხდება, ხელთუქმნელი წინა დაცვეთით, ანუ ცოდვისგან თავისუფალი ხდება, იმით რომ ქრისტე ჩვენშია, სავსე ვართ ქრისტესი, ქრისტე ჩვენი სიცოცხლეა. აი ეს აქცენტირება რა ძალიან ბევრმა ქრისტიანმა, ყოველ შემთხვევაში მე საქართველოში რომ მქონია ურთიერთობა პრინციპში უცხოეთში სხვებთან ადამიანებთან აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრმა ეკლესიის წევრმა, მაზიარებელმა ადამიანმა არ იცის რომ თავარი ცოდვებთან ბრძოლა კი არ არის ეკლესიაში, თავარი ქრისტესთვის გულის გაღებაა, რომლის თანმდევი მოვლენაა ცოდვებთან ბრძოლა.